მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და MR ჯგუფში შემავალ კომპანია Eagle Hill შორის, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ სამშენებლო სექტორში, დეველოპმენტის სექტორში. ეს არის დაახლოებით 800 ჰექტარი მოცულობის ტერიტორიების განვითარება გონიოსა და თბილისის შემოგარენში, დაახლოებით 3 მილიონ კვადრატულ მეტრის სამშენებლო ფარგლზე არის საუბარი. ასეთი ზომის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში არ განხორციელებულა არც ამ სექტორში და პრინციპში არც სხვა სექტორებში. ასეთი კლასის კომპანიის და ჯგუფის შემოსვლა საქართველოში თავის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გლობალური ინვესტორებისათვის, რომ საქართველოს არის საიმედო პარტნიორი, საქართველოს არის საინტერესო ქვეყანა გრძელვადიანი ინვესტირებისთვის. შესაბამისად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს. აღნიშნულ საინვესტიციო ჯგუფთან საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ იწყება პროექტების განვითარების მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში ძალიან მალე უკვე კომპანია დააფუძნებს ქართულ წარმომადგენლობას და Eagle Hills-ი ოფიციალურად იქნება უკვე საქართველოში წარმოდგენილი და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება ძალიან ინტენსიური მუშაობა გენერალურ გეგმარებაზე, ყველა იმ სანებართო პირობებზე და ყველა იმ საპროექტო, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა ამგვარი პროექტების განხორციელებისათვის. სავარაუდოდ, დაახლოებით შესაბამისად 1 წლის პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დაიწყება ორივე მიმართულებით ადგილზე სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პოლიტიკა, რომელიც 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ძალიან ინტენსიურად ახორციელებს პროექტებს გლობალური მასშტაბით, მათი პოლიტიკა ითვალისწინებს თითოეულ ქვეყანაში, სადაც ხორციელდება ინვესტიცია, მაქსიმალურად ადგილობრივი, ასე ვთქვათ, რესურსის გამოყენებას, საუბარი არის ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსზე. ამ შემთხვევაში, როგორც სამშენებლო მიმართულებით, ასევე არქიტექტურული და ასევე ურბანული მიმართულებით, მათ ძირითად სპეციალისტებთან, საერთაშორისო კლასის სპეციალისტებთან ერთად ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი პროფესიონალები და კომპანიები, რაც რა თქმა უნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია იქნება, როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე იმ ხარისხის თვალსაზრისით, რასაც ეს კომპანია აინვესტირებს პროექტებში ფინანსურ რესურსთან ერთად. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ხარისხიან ინვესტიციებზე და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა სწორედ არის ხარისხიანი ინვესტიცია, როდესაც ფინანსურ ნაკადთან ერთად შემოდის ძალიან მაღალი კლასის კვალიფიკაცია.